მოგესალმებით, დაგიბრუნდით ყავის ჭიქებით. როგორც ხედავთ, გვაქვს ორი ვარიანტი, პირველი და მეორე. მინერალურ ქვებს არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ისედაც განსხვავდება ჭიქები და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, რომელიც გნებავთ და მე კი დავიწყებ ახლა პირველი ვარიანტი. ის ჩაიფიქრეთ, რა ხდება თქვენთან. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ ის, რომ თვითონ ჭიქის ზედაპირზე ხედავ მუსლიმ მამაკაც, აი თავზე რაღაც ქუდე რო აფარიათ ხოლმე რაღაც, არ ვიცი რა ქვია მაგ ქუდს, აი ლოცვის პოზიციაშია, ზის და ლოცულობს. არ ვიცი თუ ვინმე ყავთ სანაცვლებოში ოჯახის წევრი ვინმე მუსლიმი, ყოველ შემთხვევაში ხედავ ესეთ ადამიანს, ოღონდ რატომღაც მგონია, რომ თითქოს ლოცულობს ვინმე თითქოს საფლავთან არის და ლოცულობს თავისი გარდაცვლილი ახლობლისთვის. თითქოს. ნუ ეს ახლა ზედაპირზე რაც ჩანს. მაგრამ თვითონ ჭიქაში. ნუ ახლა ხომ ვიცით, რომ ეს არის საჯარო გაშლა და ყველასთან ვერ იქნება ეგ, მაგრამ დანარჩენი ვნახოთ. მომავალში ცოტა უფრო აი დაახლოებით ერთი თვის შუალედში გექნებათ ესეთი სიტუაცია, სადაც აი რაღაც ძალიან ენერგიული, ძალიან შემართებული იწყებთ ახალი ნაბიჯების გადადგმას და ძალიან მოტივირებული აი ინერციით შევარდებით რაღაც გარემოცვაში და აი რაღაც ძალიან დიდი ქარიზმით შედიხართ იმ სიახლეში, ხო? აი თან იცით როგორი სიახლეა, რომ აი დასაწყისში შეიძლება თქვენ თვითონაც არ გჯეროდათ იმის რომ შეიძლება ეს გამოსულიყო, მაგრამ აი რაღაცნაირად მოიკრებავთ ძალას, თავდაჯერებას იმისთვის, რომ ნაბიჯები გადადგათ და რაღაცა მგონია, რომ დაფასებაც მოყვება მაგას და გარკვეულწილად თქვენთვის სასურველი შედეგიც, ოღონდ მთავარია, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ გეუბნებით იქნება რაღაც გარემოება, რაც გამბედაობას შეგმატებთ და მოახერხებთ მაგის განხორციელებას. ასევე უახლოეს დღეებში დაახლოებით აი 1 კვირა, 3 დღე აი ამ პერიოდში გექნებათ რაღაცა გზა, ოღონდ ისეთი აი ფეხით რო გაივლით სადღაცას, ან რაღაცა შორი გზა არ არის. ნუ ვიღაცამ შეიძლება მართლა პირდაპირ ფეხით გაისერნოთ, ანელა და ახლო მანძილზე სადღაცას გადაადგილება, ხო? ასევე ხედავ ქალბატონს, ესეთი თეთრი პირისახის ქალბატონია. ოდნავ ესეთი ოთხკუთხედი ყბებით, შავი წვრილი თვალები აქვს. სანთელი როგორ თამაშობს? მიყვარს. ატარებს შავ წინამოს ან ჩოლკებს. შეიძლება თვალები ქონდეს, აი ოდნავ დაშორებული თვალები, რო აქვთ ხოლმე ცოტა. ასციდან კირჩხიბებს აქვთ ხოლმე ხშირად ეგეთი თვალები. მოკლედ ესეთი ქალბატონია, შეიძლება მასთან მოგიწიოთ შეხვედრა და ეს გზა იყოს დაკავშირებული მაგ ქალბატონთან. ეს ეხლა რაც იქნება. ასევე კირჩხიბი ძალიან კვეთრად გამოკვეთილი ფორმა ახლა აქ ამ გაშლაში. ნუ ზოდიაქოთი კირჩხიბსაც შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში ესე მაქვს გამოცდილება, როცა კირჩხიბის აი ეს ფიგურა ამოდის ხოლმე ჭიქაში. ესე მიხდება ხოლმე ზოგადად, რომ აი რაღაც საკითხებში შეიძლება ცოტა აი ხელმომჭირნეობას ცდილობდეთ, თითქოს აი ცდილობთ, რომ ზედმეტი დანახარჯებისგან თავი შეიკავოთ, თუ ნუ რაღაცა ესეთი მომენტიც შეიძლება რომ გქონდეთ.
და ეხლა ვინმე კომენტარებში არ დამიწეროს, თუ კირჩხიბი ამას ნიშნავს ყავის ჭიქაში და რაღაცა დეგენერატულ რუსულ საიტებზე ამოკითხული ინფორმაციები მე არ მაინტერესებს, ზოგადად მე წესებით არ უხელმძღვანელობ ყოველთვის ჩემი ინტუიციით და ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით. და ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ჩემზე კარგად იცოდა და თუ ჩემზე კარგად იცით ჩახედვა, მაშინ თქვენ თუნდაც ჩაიხედეთ, ვინმე გაძალებთ აქ დარჩენას. შემდეგი. არის რაღაცა საკითხი, რაშიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ თავზე. თითქოს ეს არის ისეთი სიმძიმის საქმე, რომლისთვისაც ჯერ მზად არ ხართ. ანუ კი, შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და თავი გაართვათ, მაგრამ ეს ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ითხოვს თქვენგან და უბრალოდ ძალიან დამღლელი და სტრესულია. ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას, ან ისეთ საკითხს, რასაც უფრო როგორ ხედავ ამას, იცი, თითქოს ვიღაცა ადამიანი არის, ვინც გავალებთ, ცოტა გაგულიანებთ, რომ მიდი ახლა ეს გააკეთე და ნახე როგორი კარგი იქნება შენთვის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დამღლელია. პირდაპირ გითხრათ, არის რაღაცა გარემოება, რაშიც ვიღაც ადამიანი ან გარემოება ცდილობს თქვენს გამოყენებას. კი. ეს ადამიანი თქვენი თაობის, თქვენი ასაკის ადამიანია, უბრალოდ ისეთი ხასიათი აქვს, რომ ცოტა იცფიერი, რო იტყვენ ხოლმე ეშმაკი ადამიანია, ძალიან ცფიერი და თავის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ჭკვიანი როა, ეგეთი ოღონ თავისი ჭკვიანეს რო უფრო ესე იყენებს ადამიანების სამართავად და სამანიპულაციოდ, ეგეთი ადამიანია და არა მარტო ეგ, თქვენს მაგ პროცესებს აკვირდება კიდევ ვიღაცა ასაკით ბევრად უფროსი ადამიანი, მოხუცი. ეს კი არ არის ეგეთი მერკანტილური და კი არ უყვარს ადამიანებს ეგრე გამოყენებას, მაგრამ ფიქრობს, რომ იცი რა, ამათ ამბავში მე არ ჩავერევი, არც ერთს ვეტყვი და არც მეორეს, კი ხედავს, რომ თქვენთვის ეს არ არის სასარგებლო და თქვენთვის არაფრის მომცემი არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს, ამიტომ არაფერს არ იძახის ეს მოხუცი ადამიანი, ვინც არის. არის ისეთი საკითხი და გარემოება, რასაც ყურადღებას არ აქცევთ. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ მე ხლა როგორი ფიქრი შეიძლება გქონდეთ, იცით, ამ ამბავთან მიმართებით, რომ ნახე მე ეს გავაკეთე უკვე და შედეგი თვითონ მოვიდეს. მაგრამ თითქოს სამყარო ისეთ რაღაცას გეტყოდათ, რომ ეს რაც გააკეთეთ საკამარისი არ არის, ამიტომ უნდა გადახედოთ თქვენს ნაბიჯებს. თუ კი რაიმესთან მიმართებაში ელოდებით შედეგს, რომ დადგეს და ასე ვთქვათ, რაზედაც ესეთ მოიმკათ, სამყარო გეუბნებათ, რომ საკმარისი არ იყო, კიდევ უნდა სცადოთ, კიდევ უნდა გადახედოთ თქვენს წარსულში გადადგმულ ნაბიჯებს, გადახედოთ ამ ყველაფერს. და ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოთ. ეს რაღაცნაირად ეხება ფინანსებს. თითქოს ელოდებით, ესე უცაბედად მოსულ რაღაცა ესეთ ახალ სამსახურის შემოთავაზებას, ამ ფინანსებს, არ ვიცი ხა, უცაბედი ფული როგორ უნდა მოვიდეს ახლა ეგრე რაღაცა ფულის შემოსვლას, ან ვალის დაბრუნებას თუ რაღაცა ესეთ თითქოს ფულთან მიმართებაშია ეს თქვენი განზრახვა და გეუბნებათ სამყარო, რომ გადახედეთ თქვენს ნაბიჯებს და რაღაცა უფრო მეტი სცადე, უფრო მეტი გააკეთე, რომ შედეგი მიიღო. ესეთ რაღაცას იყო და ამ შემთხვევაში სამყარო თქვენზე, რომელიც ახლა ამ სიმბოლოების ენით მელაპარაკება. მოხუცი ვინ გყავთ? განსაკუთრებით მამაკაცი.
და ასევე ხედავ ღია ფერის თმები აქვს, ცოტა იქერა ან ჟღალი. ესეც მამაკაცია და რაღაცა ცხოველი უჭირავს, ხელშევრti ძაღლი თუ კატა, უფრო ძაღლი. გულში ამოგდით ესეთი გარეგნობის კაცი. ოღონდ იცი როგორი ტიპია? მე ძალიან ალმოცერად გიყურებთ და გაკვირდებათ. არაფერს არ იძახის, არაფერს არც ამბობს. გაქვთ ვინმესთან ესეთი ცოტა დაპაუზებული ურთიერთობა, ან ისეთი სიტუაცია, რომ თითქოს პასუხები გჭირდებათ, მაგრამ განზრახ გაიგნორებთ ვინმე. ну, ყოველ შემთხვევაში ესეთი რაღაცა ჩანს ჭიქაში. აი, აბა გავხსნათ გული. როგორი ხალხო რუნაა თქვენ ჭიქაში, გულში. და ნუ სიმბოლოებიც არის, მაგრამ მოკლედ მე ერთიანად გეტყვით. უპირველეს ყოვლისა, იქნება რაღაც საკითხი, რაშიც ძალიან დიდი ინფორმაციას მიიღებთ. ან პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცას ისწავლით, ან გაიგებთ რაღაცა ისეთ საკითხს, რაც ძალიან ჩაგაფიქრებთ. ოღონდ ეს ინფორმაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. და ეს საკითხი და ეს ცოდნა თქვენ ძალიან დაგეხმარებათ. ძალიან. ასევე ხედავ რუნას, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, ну, მისი მნიშვნელობა არის ესეთი, რომ თითქოს აი ესეთ რაღაცას მარტივად გეტყვით რა. პასუხებს, რასაც ეძებთ გარეთ, სინამდვილეში უნდა იპოვოთ თქვენსავე თავში. და განვმარტავ ახლა ეს რას ნიშნავს. ყველაფერი სინამდვილეში, რაც თქვენ ცხოვრებაში ხდება, არის თქვენი ფიქრების, თქვენი გადაწყვეტილებების შედეგი. კი, ბედისწერა ნამდვილად არსებობს, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც პასუხისმგებლები ვართ ჩვენ და თუ კი რაიმე საკითხში თვლით, რომ ან უსამართლოდ მოხდა, ან ფიქრობთ, რომ აი მე ამას არ შეიძლება კარგი რაღაცა ხდებოდეს, მაგრამ ადამიანმა ვერ მიიღოს და ფიქრობდეს, რომ აი მე ეს რითი დავიმსახურე, რომ აი ეს რაღაც კარგი ჩემ ცხოვრებაში ხდება. ესეთი ფიქრები მოიშორეთ რა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მათ შორის აი ადამიანს რო გაიცნობთ ვიღაცა მეგობარია, მეზობელია თან რომ აი აბსოლუტურად ყველაფერი რაც თქვენს გარშემო ხდება არის კავშირში თქვენთან, რომელიც თქვენ თვითონვე მოიზიდეთ თქვენ ცხოვრებაში. და უბრალოდ აი ეს არის სათქმელი რომ დაფიქრდით, აბა ის რაც ხდება, რატო ხდება თქვენ ცხოვრებაში, ოღონდ ისე კი არა რომ აი რა დავაშავე თუ რა, არა. რა წინაპირობა შექმნით იმისთვის, რომ აი ამ გარემოცვაში და აი ამ სიტუაციაში ხართ. სხვათა შორის არის ძალიან ესეთი სიმბოლიკა, პენტაგრამაც არის აქ ჭიქაში. აი ნუ ვარსკვლავათაც შეიძლება აღვქვათ, მაგრამ მე უფრო პენტაგრამად ვხედავ ახლა ამ კონკრეტულს. ნუ ერთის მხრივ შეიძლება რაღაცა აზრი გამატერიალურდეს თქვენთვის და აი მანიფესტაციებს თუ აკეთებთ ვინმე ან რაღაცაზე ძალიან თუ უცნებობთ, აი თქვენი ეს ფიქრები შეიძლება რეალობად იქცეს და რაღაც ეს სურვილი აგისრულდეთ. მაგრამ მეორეს მხრივ თუ მიყურებთ ესეთი ადამიანები, რომლებიც სულიერი გამოღვიძებით ან ეზოთერული ინფორმაციის მიღებით, შემეცნებით ხართ დაკავებულები, მინდა გითხრათ, რომ ახლა გექნება ძალიან საინტერესო პერიოდი, მართლა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოიძიებთ, შეისწავლით, თვითონ ეს ინფორმაციები ერთია რომ ინტუიციურად მოვა, მაგრამ მეორეა რომ აი თვითონ რაღაცა ისე წყაროს მიაკვლევთ, ცოდნის წყაროს. ხო, ყოველ შემთხვევაში თუ არ ხართ დაკავებული ეზოთერული საქმიანობით, მაშინ გეუბნებით პარტიულ გასაგებენაზე, რომ თქვენი ფიქრები ყოველ შემთხვევაში რაღაცა ნაწილი, რაღაცა საკითხი, რომელიც აი ჩაიფიქრეთ და ინატრეთ, ის ახდება. ხო, ყველა ხო ტაროს არ გეშლის და ყველა ხო არ დაიწყებს ახლა რაღაც ეზოთერიკოსობას. მაგრამ რაღაცა ნაწილისთვის ესეც შეიძლება რომ მოვისაზროთ. ეხლა მეორე ვარიანტი ვით ჩაიფიქრეთ, აი ეს წითელი ჭიქა. ეხლა ვნახოთ თქვენთან რა ხდება.
ოი, როგორი შავია. პირდაპირ გეუბნებით, ამ ჭიქრის ბევრი სიმბოლო არ არის. იმიტომ არ არის, რომ ჭიქარი ძალიან მუქი. როგორც ჩანს, რაღაცებს ძალიან განიცდით და რაღაცები ძალიან გულზე ახლოს ხვდებათ. თქვენს ემოციებს. ნახოთ. ზედაპირზე ჩერჩერობით ასეთი არაფერი. თქვენ ცხოვრებაში არის ქალი. მუქი ფერის თმები აქვს. დატალღული ან ხვეული თმები. და ეს არის ქალი, რომელიც ბოლომდე არ აჩენს თავის ნამდვილ სახეს. ეს არის ქალი, რომელსაც აქვს აიცით როგორი ტიპი, როგორ ვთქვას სწორად. რომ ამბობენ ხოლმე ჩორტის ჩაგდებაო, ხო ხვდებით? ეგეთი ადამიანი, რაღაცა ბერკეტი აქვს, რომლითაც შეუძლია, რომ ადამიანებს შორის ან კონფლიქტი ჩამოაგდოს, ან შეარიგოს. ერთ-ერთი სიგნიფიკატორი, რითიც შეიძლება რომ მარტივად ამოიცნოთ ეს ქალი, არის ის, რომ ესეთი დიდი სავსე მკერდი აქვს, ძალიან შესამჩნევად, ტიპაჟურად იშვიათია ესეთი ადამიანი. ანუ ძალიან თვალშისაცემია რა ხა ეს. ხო, ამით შეგიძლიათ რომ ამოიცნოთ ეს ქალი და თმები აქვს. შეიძლება ცოტა ასაკშიც იყოს ეს ქალი, ცხვირით ცოტა ესეთი წვეტიანი მოკაუჭებული კავკასიურ ცხვირს რო ეძახიან, რაღაცა ეგეთი არწივისებური ცხვირი, ხო, რაღაცა ესეთი გარეგნობის ქალია. შემთხვევით არ მოინდომოს რაიმე ენების გატარება. ოღონდ იცით რა უნდა გითხრათ და რა უნდა აღვნიშნო, რომ საქმე იმაში, რომ იმდენად ხასიათში აქვს გამჯდარი ამ ადამიანს ესეთი ქცევა, რომ განზრახ კი არ აკეთებს მაგას, გაზრებულად არ აკეთებს. უბრალოდ ეგეთი ხასიათი აქვს. და სხვათა შორის მაგ ქალს რო თავი დავანებოთ, გეუბნებით ძალიან მუქი ჭიქაა. დანიშნოს იმას, რომ რაღაცაზე განიცდით, რაღაცას ნერვიულობთ. მაგრამ მაგის პარალელურად ვხედავ იმას, რომ თქვენ ცხოვრებაში დადგება პერიოდი, რომ გაიწმინდებით, თითქოს ემოციურად, ენერგეტიკულად. ეხლა მართლაც არც თუ ისე სასიამოვნო პერიოდს წესით არ უნდა გადიოდეთ და თქვენ არ ახართ ის ადამიანი, რა გარემოცვაშიც ეხლა იმყოფებით. თითქოს ეს გარემო თქვენთვის ბუნებრივი არ არის. საერთოდ სხვა სივრცისთვის, საერთოდ სხვა გარემოცვისთვის დაბადებული ადამიანი ხართ და ეს გარემო უბრალოდ გაზიანებთ ეხლა და გავნებთ, სადაც ხართ. თითქოს რაღაც ჭაობში. ასევე ჩანს მოხუცი ქალბატონი სოფელში ბებია, ვისაც გყავთ, შეიძლება მასთან წასვლა მოგიწიოთ, ის ნახოთ. ნახოთ რაღაცა ცუდი მიზეზის გამო კი არა, ძალიან კარგად არის, უბრალოდ შეიძლება მოგიწიოთ მასთან შეხვედრა და სხვათა შორის არის ვაიმე რამდენი სახეა, თქვენ ხო გეუბნებით ძალიან ცოტა სიმბოლოა, მაგრამ სულ სახეებია, სულ არის თქვენს ცხოვრებაში ან უკვე დაიწყო, ან ძალიან მალე დაიწყება პროცესი, სადაც თქვენ უნდა აიღოთ პასუხისგებლობა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს თავზე და თითქოს ეს რაღაცა თავდაჯერებული ლიდერული პოზიცია, რომელშიც აღმოჩნდებით და უნდა იყოთ მაგ მდგომარეობაში, არ არის მარტო თქვენთვის ეს, ასე ვთქვათ, შანსი, რაც გეძლევათ, ცხვირწინ მოიტანენ ამ შანსს და შესაძლებლობას თქვენთვის
თქვენივე წინაპრები. აი რაღაცნაირად ისეთი გარემოება შეიქმნება, რომ აი ეს გახდება თქვენი საყრდენი, აი როგორც ყავარჯენი, ხო, რომ ეხმარება მოხუცი კი არ არის ახლა ამ კონკრეტულ ნაწილში ვიზახი, მაგრამ აი ყავარჯენის ფუნქცია რა არის, რომ არ წაიქცეს და დაგიჭიროს, ხო, შეგაკავოს და აი რაღაცა ეს დახმარება, რაც თქვენ გეგზავნებათ არის, აი მთლიანად წამოსული თქვენი წინაპრებისგან, საერთოდ აი თქვენ რო იცოდეთ, რამხელა მფარველობა გაქვთ თქვენი წინაპრებისგან, ალბათ ყველა დღე მადლობას გადაგვს, საერთოდ ისედაც ყველა ჩვენი წინაპარი, ვინც გვყავს, უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ სიკვდილი არის ძალიან დიდი ილუზია. უბრალოდ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გასვლა, აი რომ დაახლოებით თუ წარმოვიდგინო ფიზიკურ სხეულს ტოვებ, მაგრამ იქ მერე ყველაფერი გახსოვს და იმ ჩვენ წინაპრებს ჩვენ ვახსოვართ. ვინც გვყავს გარდაცვლილები, ჩვენ ვახსოვართ, ისინი სულ ჩვენთან ერთად არიან, ოღონდ ამის კი უნდა გვეშინოდეს, მეგს უნდა გვიხაროდეს, ხო? იმიტომ რომ ისინი იქიდან ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენც ხო შეიძლება გამოვხატოთ მადლიერება და ნუ ერთი სანთელი აანთე და უთხარი, რომ აი ნახე გიგზავნის სინათლეს, სიყვარულს, მახსოვხარ, მადლობა, ხო? აი თქვენი სიტყვებით, როგორც გინდათ, ხო, ახლა თუ ქრისტიანი არ ხართ და სანთელს არ დაანთებთ, რა ვიცი ახლა როგორც გჯერათ, როგორც გწამთ, უბრალოდ ფიქრებში, რა ვიცი, აი როგორღაც მოახერხეთ ისეთი ფორმა, რომ გამოხატოთ თქვენი მადლიერება თქვენი წინაპრების მიმართ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი მფარველობა. თქვენი საგვარეულო ხის ფესვები არის ისეთი მტკიცე და რაღაცნაირად თქვენ ძალიან, ახლა ყველა ადამიანი დაკავშირებულია თავის წინაპრებთან და თავის წინაპრების კარმასთან, მაგრამ თქვენ რაღაცნაირად თითქოს თქვენი საგვარეულოს საყვარელი, აი მათ თითქოს მათი რჩეული ხართ, თუ აი ჯერ ერთი რომ ძალიან დიდ ასე ვთქვათ, გეგმებს სახავენ თქვენთვის და ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ თქვენთვის და ძალიან დიდ ენერგიას გიგზავნიან, დაცვას და აი ეს დაცვა იქნება როგორ აი ცხვირწინ დაგიდებენ რაღაცის შანსს და შესაძლებლობას და უბრალოდ უნდა შეეყო და აიღო ეს შანსი, აი ეს მოცემულობა. ხო, სხვათა შორის ეს იქნება რაღაცნაირად დაკავშირებული, აი თქვენს ინტუიციას უნდა მოусმინოთ და თქვენს შემოქმედებით მხარეთ. შემოქმედება მარტო რაღაცა ხატვა, ცეკვა, სიმღერა არ არის, ეს არის სურვილი იმისა, რომ შექმნე რაღაც ახალი არაფრისგან, ხო? თუნდაც ელემენტარული რაღაცა ბიზნესიც კი რომ წამოიწყო, ხო? ანუ ის ხო იმ წუთას არ არსებობს. შენ არსაიდან არაფრისგან რაღაცა უნდა შექმნა, ხო? და ისედაც ახლა თუ შემოქმედებითი ხელოვანი ადამიანი ხართ, ხო, საერთოდ გადასარევი, მაგრამ ისედაც აი ამ თქვენს რაღაცა მამაკაცებიც თუ ხართ, იცოდეთ, რჩევა არის ის, რომ თქვენს ქალურ ფემინინურ ენერგიებთან, რაც უფრო ჰარმონიაში იქნებით, მით უფრო დიდი დახმარება წამოვა. ეს ქალური და მამაკაცური ენერგიები ყველა ადამიანს ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ დუალური არსებები ვართ ზოგადად და ეს დუალიზმი ჩვენ ბევრ რაღაცაში გვეხმარება. თუ ვინც ვერ იცავს ბალანს აი ამ ჩვენს ორმა ბუნებასთან, ის ბედნიერად ვერ ცხოვრობს და თქვენ შემთხვევაში არის ეგეთი რჩევაც შემიძლია გავაჟღრო, რომ თქვენს ქალურ ფემინინურ მხარესთან გქონდეთ უფრო მეტი სიახლოვე, უფრო მეტად იცადეთ აი ამის დამუშავება თქვენს თავში. ასევე ციფრი ორიანი ძალიან ესე ნათლად ჩანს ჭიქაში და რაღაც ეს ორ რიცხვში ან მეორე თვეს ან რა ორ თვეს მოკლედ ეს ორიანი რაღაც ძალიან სიმბოლურია და რაღაც დაიმახსოვრეთ ეგეც სასიკეთოდ კარგად ჩანს რა ეხა აქ რასაც უყურებ. ასევე კლებად მთვარეზე მოხდება რაღაცა მნიშვნელოვანი თქვენთვის. კლებად მთვარეზე. ანუ აი აქეთ ფიზიკურად არაფერი არ ჩანს, იმიტომ რომ შავია ჭიქა.
ნუ მე შემიძლია გული გაგიხსნათ ახლა. აქ არის რაღაც ესეთი კონკურენცია გულში. თითქოს რაღაცას ვინმესთან რამე გასაყოფი გაქვთ, ან რაიმე ესეც განიცდით, რომ აი თითქოს განცდა გაქვთ იმისა, რომ ვიღაც რაღაცაში გეცილებათ, თითქოს. და განიცდით იმას, რომ აი არ დაკარგოთ ის, რაც თქვენია. ეს შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერ მასშტაბებზე შეიძლება გავიყვანოთ, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით, ან რაღაცის გადაფორმება გინდათ და ვინმე ხელს გიშლით, ან ვიღაცა წილში გიჯდებათ, ვიღაცა თქვენ ფინანსებით შეიძლება რომ ძალიან ესე ბოროტად სარგებლობდეს, თუნდაც იმით რომ გაასესხებ და რომ გეშინიერ აბა დაგიბრუნებს თუ არა. შეიძლება რაღაც პოლიტიკურ პროცესებს განიცდიდეთ და განცდა გაქვთ რომ ვიღაცა ქვეყანა, ანუ მართლა გეცილებოდეთ რაღაცებში, ხო არ ვიცი რაც არის, ფაქტიურად განცდა გაქვთ იმის რომ აი ვიღაცა გეკონკურენტებათ, ვიღაცა რაღაცას გართმევთ და თქვენი შეგრძნება არ არის შემთხვევით იდეაში მართლა ეს შეიძლება სულ ელემენტარულად ვინმე ადამიანისგან გრძნობთ შურს, ან მიმბაძველობას, ან რაღაცა ესეც და თუ აქამდე უბრალოდ ეს ეჭვის დონეზე იყო და უბრალოდ თქვენ გქონდათ ეგეთი განცდა, გეუბნებით რომ ეს კონკურენცია ნამდვილია, რეალურია, არ გეჩვენებათ, მართლა ეგრეა. ძალიან შესამჩნევი და ძალიან ღია კონკურენციაა. ხო. ოღონდ იცოდეთ რომ ამ ამბავში ვინც უფრო მომთმენი და ვინც უფრო მშვიდი ხასიათის იყო, აი ეხლა ეგ უფრო გამწარებულია და ეგ უფრო ცდილობს რომ აი ამ საერთო რაც არის, რასაც ეპოტინებიან ორივე ის აიღოს. ანუ აგრესორი რომელიც იყო დასაწყისში ის ეხლა უფრო არის იმ პოზიციაში რომ დამარცხდეს, იმიტომ რომ აი გამოთქმა როა რომ ცხარი ამარა თუ გაცხარდა ცხარიაო, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია, ვინც ითმინა, ეხლა ძალიან ყელში ამოვიდა და აი ის უკვე მომენტი აქვს, რომ აი ეს ჩემია და საერთოდ არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ რა, აი ჩემია და მორჩა, აი ეგეთი განწყობით არის აქ რაღაცა. ხო, აი ნებისმიერ რაღაცა შეიძლება რომ ეხებოდეს, ხა ყველამ თქვენ თავზე განსაზღვრეთ ვინ რაში გეცილებათ. ეს იყო ჩემო ძვირფასებო დღევანდელი კონსულტაცია, მინდა გითხრათ რომ გავაახლე კონსულტაციები ეს ახალი წლების მერე მორჩა დასვენება და დაგიბრუნდით. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ეს ნომერზე 511 14 91 78 WhatsApp-ზე, Viber-ში ან Telegram-ზე. მე ხა წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.